ბათუმის მერიის თასზე ჩოგბურთში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრში ბათუმის, თბილისის, სომხეთისა და თურქეთის ნაკრების 35 სპორტსმენი მონაწილეობდა. 9 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ერთმანეთს ერთი კვირის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ. ტურნირში გამარჯვება თბილისის ნაკრებმა მოიპოვა. გამარჯვებულებს დღეს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი ბათუმის მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია ტარდება. ღონისძიების მიზანი ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობაა. ტურნირი მესამე წელია ტარდება. ტურნირი არის საერთაშორისო 35 მონაწილე იყო. ასე იგი ემსახურება ტენისის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ 10 წლამდე ბავშვებისთვის იყო ეს ტურნირი. გამარჯვებულიც გამოვლინდა, აგერ თბილისლებმა აიღეს ვაჟებშიც და გოგონებშიც პირველი ადგილი, მეორე ადგილზე ჩვენ გავედით ვაჟებში. ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ მაინც მოვიგე. Am მნიშვნელოვანია ეს წარმატება, ჯილდო, რომელიც გადმოხეს სიგელი, პირველ ადგილზე გახდოდით, რა შეგეხმარება შენი აზრით? ყველაფერი. ჩოგბურთზე დავდივარ 3 წელი. ჩემი მოწინააღმდეგე იყო ძალიან ძლიერი. მე მას ვეთამაშე და მოვუგე, ავიღე მეორე ადგილი.